საქართველოს იმსახურებს უკეთეს ოპოზიციის ალიანსმა საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა დაანონსა. კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა გუშინ მოქალაქეებს რუსთაველის გამზრიდან მიმართეს. მათი განცხადებით ახალი ფაზა საბოლოოდ დემოკრატიული არჩევნებითა და ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება. 1000 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელსაც საპროტესტო აქციის შემდეგ მანქანით დინამიკები გადაჰქონდა, მას 1 წლით ჩამოერთვა მართვის მოწმობაც. კოალიციაში ამბობენ, რომ ოპოზიციურ ალიანსთან მძღოლი დაკავშირებული არ არის. გუშინ დღის განმავლობაში ალიანსის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციებისა და აპარატურის შეტანის უფლება არ მისცა. პირველი 500 სამიზნე უკვე ფანქრითაა ამონიშნული, ნუ გაეჭხირებით თვალში უკრაინას, ასე მიმართა უკრაინის შეერაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა ლუკაშენკოს. მანამდე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 18 მაისს ქვეყანაში ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების ქვედანაყოფების წვრთნები დაიწყო, რომელიც რუს სამხედროებთან თანამშრომლობით ტარდება. ბელგიაში მატარებელი სასკოლო მიკროავტობუსში ეჯახა დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის 2 მოსწავლე. 12 და 15 წლის მოზარდების გარდა ავარიას ემსხვერპლა მიკროავტობუსის 59 წლის მძღოლი და 27 წლის გამცილებელი ქალი. თავად მატარებლის 100-მდე მგზავრს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.